მოგესალმებით, თვითონ მაყურებლებო და მსვენელებო, დღეს გთავაზობთ ისმაილ პერეზის ვიდეოს ტრამპი და მასკის კონფლიქტზე. ეს არის 9 რუსულენოვანი ვიდეო, არის ატვირთული 9 ივნის. მას დავიწყოთ. ისმაილ პერეზმა დაწერა 2 წიგნი. ერთი საიდუმლო სახელმწიფოზე, საიდუმლო კაბალაზე, ანუ ან არქიტექტორები, მეორე არ მახსოვს. ხო, მეორე წიგნს ქვია ჩვენი კოსმოსური წარმოშობა. დღეს ისმაილი მოგიყვება გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე. მე მოგიყვებითო, ამბობს ისმაილი, თუ რას აკეთებენო თეთრი ქუდები იმისთვის, რომ სიღრმისეულმა სახელმწიფომ ახალი შეტევა არ დაიწყოს. აგრეთვე მე მოგიყვებითო, ჩვეულებრივი ადამიანის გარდაქმნაზე სინათლიან ადამიანში. რას გულისხმობს ახლა? საერთოდ ჩვენ გენეტიკაში ჩვენ როდესაც შექმნეს იყო დაგეგმილი ჩვენი სხეულების როგორ გითხრათ სინათლის სხეულებად ქცევაში. ხომ გაგიგონიათ რომ იოგები გადიან რაღაც პრაქტიკებს იმ დონემდე რომ შემდეგ მათი სხეულები ხრება, ნათდება, გადადის სისაწყლასავით სინათლეს უშვებენ სხვადასხვა ფერის სინათლეს და ნათდებია. ამას ქვია სინათლის სხეული. თან კიდევ მე მაქვს მიშელ დემარკეს წიგნი გადათარგმნილი და იქ კურატორი მიშელ დემარკესი აჩვენებს მიშელს თუ როგორ გადაიქმნება ჩვეულებრივი სხეულის სინათლის სხეულში. მაგალითი აჩვენა. და აი იმ შავმა ძალებმა, რომლებმაც ადრე დაიყვანს დედამიწა, ზუსტად ამას შეუშალეს ხელი. ჩვენ ხომ 12 სპირალი დნმ გქონდა. ახლა 2 გვაქვს. ხო, ნამდვილად აღდგება ეს ყველაფერი. და ისმაილ პერეზი იწყებს გეოპოლიტიკური ახალი ამბებით. მას რას აკეთებენ თეთრი ქუდები და ტრამპი იმისთვის, რომ შეაჩერონ სიღრმისეული მთავრობის შეტევა, ახალი შეტევა. და რომ მათი გეგმა, შემდეგი გეგმა არ გამართლდეს. ტრამპმა გაკარგულება გასცა ჯო ბაიდენის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გამოკვლევასთან დაკავშირებით და მან აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი იყენებს ავტოხელმოწერას საბუთების რაღაც ხახალდების ხელმოსაწერად. აგრეთვე პრეზიდენტ ტრამპმა თქვაო, რომ მას ჰქონდა 60 წუთიანი საუბარი პუტინთან, რომელმაც დაიმუქრაო, რომ საპასუხო რეაქცია ექნებოდა უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით და საპასუხო რეაქცია ექნებოდა უკრაინაზე დარტყმად. სინამდვილეში უკრაინასთან ომი კი არ ხდება. ეს ომი არის ომი გლობალისტებს და რუსეთს შორის ნატოს გამოყენებით. რუსეთი არის ალიანსის ნაწილი. და გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი თეატრია, თეატრული წარმოდგენა. ერთი კვირის ადრეო პუტინმა ტრამპმაო პუტინს ეთქვაო, რომ ის არისო გიჟი. პუტინი ცდილობს ატომური ომი გააჩაღოს უკრაინასთან, რაც გამოიწვევს გლობალისტების, ალიანსის და ნატოს შორის ომს, კონფლიქტს. მაგრამ ეს ყველაფერი მივა იმ შედეგამდე, რომ ისინი მოაწერენ ხელს
გაიჩღეს გაფრთხილების სიგნალი, მაგრამ ამ დროს მოხდება სასწაული. მე მჯერა რომ ჩაერევიან მათ საქმეში galaktikuri ძალები და თუ ისინი ჩაერევიან ეს ჩვენთვის იქნება უკეთესი და პლანეტაზე ყველა გაიგეს რომ ჩვენ მარტონი არასდროს არ ვიყავით სამყაროში. ის რაც ხდება ნატო და პუტინს შორის ეს ყველაფერი დაგეგმილია გონიერი არსებების დახმარებით, დაგეგმილია გონიერი არსებებით უпростоრად, რომლებიც იმყოფებიან სამგანზომილებიანი რეალობის საზღვრებს მიღმა, იმისთვის რომ დაამყარონ პირველი კონტაქტი. ამ პლანეტას აუგზალეს ატომური ჰოლოკოსტის მოწყობა. ეს ატომური ჰოლოკოსტი, ატომური ომი აკრძალულია galaktikuri პროტოკოლით. პრეზიდენტმა ტრამპმა სამსახურიდან გაუშვა 3 მაღალ თანამდებობის პირი, რომლებიც ხარს უჭერდნენ ისრაელს. ერიკა რენი, კრაგერი და მარგანი ეგაცი. ეს 3 პიროვნება გაუშვეს სამსახურიდან ნეტანიაჰუსთან გაუგებრობის გამო. მათი ისრაელის მიმართ ხარდაჭერის გამო. ხო, და ისმაილი პრესი ამბობს, მეუბნებოდი რომ ტრამპი დაუახლოვდა ნეტანიაჰუს ბოლო 5 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ დაუახლოვდეს თავის ტეს, რადგან მაფია, რომელიც კონტროლდება სიონისტების მიერ, დასახელება და სახელწოდება არ უნდა ქონდეს ამ მაფიას, ისმაილი დაეცემა. ასე რომ ტრამპი უშვებს სამსახურიდან იმ ხალხს, რომლებიც ნეტანიაჰუსთან იყვნენ მოლაპარაკებაში. ხარს უჭერდნენ ნეტანიაჰუს. ნეტანიაჰუ ვინც არის ის, გეტყვით რომ ეს არის ისრაელის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა აგრეთვე შეიტანა გასაჩივრება არა, პამილობენიე. განცხადება, რომ რაღაც პატიების აპატიონ მას და მის ოჯახს. ხო, და ისმაილ პრესი ამბობს, რომ ტრამპმა დაწერაო ტვიტერში, სადაც განაცხადაო, რომ ჯო ბაიდენი, ნამდვილი ჯო ბაიდენი იყო ესე იგი თავის თანამდებობიდან გადაყენებული 2020 წელს. და რომ ახლანდელი ჯო ბაიდენი არ არის ნამდვილი ჯო ბაიდენი. და რასაც ჩვენ ვაკვირდებით ახლა, თვალსაჩინოთ 2020 წლიდან, ჩვენ ვხედავთ მაღალ დონის ტექნოლოგიურად განვითარებული გაუმჯობესებული რობოტებს. არ გაგიკვირდეთ. არაორგანული კიბორგები. ისინი არიან არაორგანული კიბორგები, ვისაც ჩვენ დღეს ვხედავთ ლიდერების სახით. ისინი არიან კიბორგები ბიოლოგიური გენეტიკით. ტრამპმა აღიარა, რომ ისინი არიან რობოტები და ისინი იყენებენ ნამდვილ ნიღბებს, იმისთვის რომ გამოიყურებოდნენ როგორც ადამიანები. მე წლების განმავლობაში ვსაუბრობდი ამის შესახებ, ამბობს ისმაილი, რომ ადამიანები, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, დიდი ძმა, ბოროტება, რომელიც იწყება 100 ზლდან, ალბათ ზელენსკის გულისხმობს. ყველას, ვისაც ჩვენ ვხედავთ, ვეფი, კლაუს შვაბი, ყველა არიან დიდი მოთამაშეები. ის კლაუს შვაბიც იყო შეცვლილი, რომელიც მოხდა, იყო შეცვლილი. ყველა ისინი იყვნენ შეცვლილი რობოტებით, სინთეტიკური რობოტებით, რომლებიც იყენებენ ადამიანურ გარეგნობას. იმისთვის რომ გამოიყურებოდნენ როგორც ადამიანები, როგორც ჩვენ. ეს იყო დამტკიცებული. ჩვენ გვიკევენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური ხელოვნური ინტელექტი და რომლებიც აგრეთვე ცნობილები არიან როგორც ავტონომიურები. რა ხდება დღეს ალიანსში, რომელიც არ აძლევს საშუალებას სახელმწიფო მთავრობას შემოიტანოს ისევ კარანტინი. ალიანსი ებრძვის სახელმწიფო მთავრობას, მაგრამ ამავე დროს ეს ალიანსი რჩება ჩრდილში. პრეზიდენტმა ტრამპმა გაუკეთა ბლოკირება გლობალურ პავესკას, რომელსაც უნდა დაიბრუნოს კონტროლი დაშინების ტაქტიკით და ბიოინჟინერული ომების საშუალებით. ესე იგი 2019 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც იყო პანდემია,
ალტერნატიულ წყაროებში ცირკულირებს მესიჯი იმის შესახებ, რომ სიღრმისეული მთავრობა გეგმავდა მეორე სასიკვდილო ტალღას, რომლითაც უნდოდა ქაოსის გამოწვევა და გაემართლებინა ახალი каранტინი და ამის დახმარებით დაემყარებია კონტროლი მოსახლეობაზე ბიომეტრიული პირადობების პასპორტების დახმარებით, მაგრამ ალიანსის და ტრამპის ძალისხმევის დახმარებით ამ სიღრმისეული მთავრობის გეგმები იყო ჩაშლილი. სიღრმისეული სახელმწიფო ხელს უშლის ეკონომიკის აღდგენაში იმის შემდეგ, როდესაც სიღრმისეულ სახელმწიფოს უბრალოდ იმის შემდეგ, როდესაც სიღრმისეულ სახელმწიფომ ვერ შეძლო ეკონომიკური კონტროლის დამკვიდრება, სენსორული და ფსიქოლოგიური ზედაწოლის გავლენა, სიღრმისეულმა სახელმწიფომ სცადა თავისი ბოლო ხერხის გამოყენება უფრო ძლიერი სასიკვდილო გეგმას მიყვა, რომელიც უნდა ყოფილიყო რეალიზებული 2024 წლის ბოლოსკენ ან 2025 წლის დასაწყისისკენ. ხო, მაგრამ ეს მათი გეგმა არ აღმოჩნდა სასიკვდილო, რადგან ეს იყო რაღაც უბრალო გრიპის მაგვარი ვირუსი. გაჩვენა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ალბათ რა არის პათოგენი დღეს ყველას ესმის, მაგრამ მაინც ვინც არ იცის მათთვის ახსნი. პათოგენი არის დაავადების გამჩაღებელი, ესე იგი возбудитель заболевания, ხო. და სიღრმისეულ სახელმწიფომ შეამუშავა ასეთი პათოგენური ბევრი ბაქტერიები, გენეტიკურად შეცვლილი, ასე ვთქვათ, მუტირებული, რომლებიც შეიქმნა ფუნქციების გაძლიერების ტექნოლოგიების დახმარებით და ესენი, ესე იგი, ყველაფერი ეს პათოგენები მუშავდებოდა, უკვე ამთავრებდნენ აპათოგენური აგრეთვე ვთქვათ ბიოლოგიური იარაღის დამუშავებას და ეს პათოგენური დაავადებების წყაროები უნდა გამოშვებულიყო, როგორც თქვა პერესმა, 2024 წლის დასაწყისს ან 2025 წლის დასაწყისისთვის. ესე იგი, ახალი დაავადება უნდა შემოეტანათ. პანდემია იქნებოდა ისევე, როგორც 19-20 წელს. ხო, მერე პანდემიაზე დაყრდნობით, პანდემიას მოიმიზეზებდნენ და შემოიტანდნენ ситуациას. Мапатиет ვერ გავიხსენე ქართულად. чрезвычайное положение. აი, ამას მნიშვნელობა აქვს. ეს ტაქტიკა ჩამოგავს იმ ტაქტიკას, რომელიც იყო გამოყენებული 2019 წელს. როგორც თქვენ გითხარით და როგორც ისმაილ პერესმა მოგიყვა, არის ასეთი პროექტი სარკის მიღმა, რომლის მეშვეობით დახმარებით შეგიძლია გაიხედო წინ და ამით ტრამპმა და მისმა გუნდმა გამოიანგარიშა თუ რა უნდა მოხდარიყო მომავალში და ამის მეშვეობით აქედან გამომდინარე შეძლენ თავი აერიდებინათ 2019 წლის განმეორებას. ტრამპი მარტო არ მუშაობს, მას ხაზს უჭერენ მაღალ თანამდებობის გენერლები და ისმაილ პერესი ამბობს, მე ვახსენეო ერთ ვიდეოში 12 მაღალ თანამდებობის გენერალიო, რომლებიც იყენებენ თავის კოდურ სახელებს და ასრულებენ თავის ფუნქციებს აზე მეტ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან ნატოში. სამხედრო მეცნიერები კორუმპირებული დაწესებულებებიდან, ასეთი როგორც ქსიდისიდანი, რომლებაც დეზერტირობა მოახდინენ გლობალური სისტემიდან,
დაიწყო საიდუმლო ოპერაციები ამ ლაბორატორიების წინააღმდეგ, ამ ლაბორატორიების გამოვლენის მიზნით, რომლებიც გაფანტულია მთელ მსოფლიოში, უკრაინის ჩათვლით, ტაივანის ჩათვლით და ზოგი აფრიკული ქვეყნების ჩათვლით. ეს ლაბორატორიები ფინანსდებოდა ჩრდილოვანი ბიუჯეტებიდან და იმართება გლობალისტებით გუმანიტარული დახმარების მისიების ქვეშ. ტრამპის გუნდმა ესე იგი ჩაიგდო ხელში ის ვირუსული მომზადებული ვირუსული ყუთები, ჩაიგდო ხელში, რომელიც უნდა გაეფანტათ აეროზოლის სახით ციდან, აგრეთვე ვაქცინის სახით უნდა გავრცელებულიყო. ტრამპმა გამოიყენა იურიდიული მექანიზმები იმისთვის, რომ აერიდებინა მეორე პანდემია. ტრამპმა გეიცის ფონდის ფინანსირებად შეწყვიტა. გეიცი იყო ამით უკმაყოფილო. დედამიწის ალიანსი არის რეალური და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ კაბალას შეუშალონ ხელი. კაბალა ხომ ამბობს, რომ სამყაროს დასასრული დგება, ხო და აი ეს მართლა რომ არა იხდინოს კაბალამ ეს სურვილი და არ დააყენონ ხელოვნური დასასრული სამყაროსი, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ტრამპს ხარს უჭერს დედამიწის ალიანსში არის რამდენიმე დონე. არიან ისეთები, ვინც სულიერად არიან გაღვიძებული, არიან ისინი, ვისაც აქვთ ექსტრასენსორული უნარები და არიან ისეთები, რომლებიც წინწასული არიან, განვითარებული არიან ძალიან სულიერად და იმყოფებიან ყველაზე მაღალ სულიერი განვითარების მაღალ დონეზე. ისინი გენერლებზე უფრო მაღლადგან არიან. მათ აქვთ ისეთი უნარები, რომლის გაგება ჩვენ შეგვიძლიათ, მაგრამ უბრალო ადამიანი მათ ვერ გაუგებს. მათ აქვთ ტელეკინეზი, მათ შეუძლიათ ადამიანების გონებაზე, ცნობიერებაზე მოახდინონ გავლენა შორი მანძილიდან და სხვათა შორის ისინი იყენებენ კარიბჭეს ტექნოლოგიებს და ამ განვითარებული ID ტექნოლოგიებს ალიანსის შიგნითაც კი. ალიანსზე კიდგან არიან პოზიტიური მიწიერი მოკავშირეები, რომელიც მუშაობენ კაცობრიობის ათასწლეული კონტროლიდან განთავისუფლებაზე. ტრამპი წარმოადგენს საჯარო პირს ამ ოპერაციის შესრულების პერიოდში. მაღალ განზომილებებში სინათლემ უკვე გაიმარჯვა. სინათლის ძალები სულ იწყებენ სახლის გაწმენდას ზევიდან ქვევით. ისინი ვინც გადიან ჩემი კურს კოსმოსურ წარმოშობაზე, რომ ეს მთელი ეს ომი, რომელსაც ბიბლია უწოდებს ომს ზეცაში, დაიწყო მე-11 განზომილებიდან და თანდათანობით სინათლის ძალები ამ 11,500 და ამას თარგმნის რობოტი, ამიტომ გაურკვეველია თუ რას ამბობს ხანდახან. ხო და კაი ვთქვათ მე-11 განზომილებიდან ნელ-ნელა დაბლა დედამიწისკენ, დედამიწას უახლოვდებოდა და ახლა ხდება დედამიწის გაწმენდა. ასე რომ ჩვენ ეს ომი გავიმარჯვეთ, მთავარი აწმენა არ დაკარგო. ამ წელს მოხდება რაღაც გრანდიოზული, ეზაფხული არის მთავარი, რუსები რო იწყებენ ключевой момент. ამ სულიერ ომს მანიპულირებას უკეთებენ არხონტები, ისინი არიან სულიერი აცებები. ახლა გვიახლოვდება სრული კრახი, ცდელობა გაუშვათ კიდევ ერთხელ ეს ვირუსი. შემდეგი ადამიანების დასნებოვება ვერ შეძლეს, რადგან ტრამპმა და მისმა გუნდმა დაასწრეს მაგათ და მთელი გეგმები ჩაუშალეს. მათი აგენტები
დაჭერილია, მათი ლაბორატორიები დახურულია. კაცობრიობა დგას ახალი ერის ზღურზე. არა, არ გეგონოთ მე რომ რაღაც რელიგია და სექტას გადაგებ, არა. შიში ვერ მართადეს იქნება ხალხს. ტრამპის და ალიანსის მისია მხოლოდ იმაში გამმდებარეობს, რომ ამერიკა გახადოს უდიდესი ქვეყანა, არა. მათი მისია მდებარეობს იმაშიც, რომ მთელი სოფლიო გახდეს суверенное государство, რომ გახდეს суверенное государство, ესე იგი მთელი სოფლიოს ქვეყნები გახდნენ სუვერენული. ჩვენ ვამბობთ ოქროს საუკუნეზე, მაგრამ თქვენ გსმენიათო ოქროს რასაზე? ამ რასაც უწოდებენ ილუმინარების რასას. ის რაც ხდება ბნელი ძალების მხრიდან, ხელი შეშლა ძველი წინასწარმეტყველების ასასრულებლად. საუბარია ჰომო ილუმინარების გამოჩენაზე. ესე იგი, აქ რა იგულისხმება? ადამიანების ფიზიკური სხეულების ანგელოზებად ქცევა, ბრწყინავი ადვენ ვიქებიან ფიზიკურად. ესე იგი, ფიზიკურ სხეულში ესულები ფიზიკური ადამიანების გაანგელოზებას. ესე იგი, ადამიანის სხეული გარწყინდება და ანგელოზებს მიახლოვდება, მაგრამ ფიზიკურ სხეულში. ხო, სულები გარწყინდებიან ფიზიკურ სხეულში. თან ამათ ექნებათ უნარები. კაცობრიობის რასა განიცდის ტრანსფორმაციას, რომელიც ცილდება ბიოლოგიურ, ტექნოლოგიურ საზღვრებს, თვით ისტორიის საზღვრებსაც კი. ეს ტრანსფორმაცია უბრალოდ სოციალური და კულტურული კი არ არის, ეს არის სულიერად სიღრმისეული ტრანსფორმაცია და მრავალ განზომილებიანი. ჩვენ ვიმყოფებით ზღურზე, ესე იგი, ნახტომისა, ჰომო საპიენსიდან ჰომო ილუმინარისკენ. ადამიანების ახალ სახეობის წარმომადგენლებთან, რომლებიც ცხოვრობენ არა მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში, უпростоრად მინდა ვთქვამე, ეს ახალი ადამიანების რასა იცხოვრობენ არა მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში, არამედ სულიერ სამყაროში. ესე იგი, ერთი სხეული და ორივე მხარეს იცხოვრებენ, ორივე მხარეს ნახავენ. ფიზიკურ მხარესაც ხედავდნენ იქნება და თუ რა ხდება წრულ დონეზე. ხომ გამიგეთ? ხო. ესე იგი, ფიზიკური ადამიანი წყინვარე სხეულით, რომელიც მედალის ორ მხარეს ნახავს ერთდროულად. მას რა არის ჰომო ილუმინარესი? ჰომო ილუმინარესი ეს არის სინათლის არსება. ეს არის გამოღვიძებული ადამიანი, რომელმაც თავის თავში გახსნა სულიერი, ენერგეტიკული და მრავალგანზომილებიანი პოტენციალი. ეს ტერმინი იყო პოპულარიზირებული სულიერი ოსტატებით და ძველი შამანებით, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ იმ დროზე. მე ხომ ხშირად ჩემ ვიდეოებში ვწერ, რომ არის ლინეიური, არა ლინეიური დრო, ხო, ლინეურ დროში ცხოვრობ ჩვენ და წრფედი იქ ცოტა რთული სიტყვა ქართულად. წრფედი არა წრფედი მგონი თუ არ ვცდები, ხო, მაგრამ თქვათ არც ლინეურს დავასახელებ, რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. და როდესაც ადამიანი გახდება ჰომო ილუმინარესი, ის ცხოვრობს არა მხოლოდ ლინეურ დროში, არამედ ის იმყოფებოდეს იქნება არა ლინეურ დროში. ჰომო საპიენსი იყო დეგრადირებული ვერსია. ჰომო ილუმინარესები არსებობდნენ ატლანტიდის დროს. დიახ, დავეთანხმები ისმაილ პერეს, რადგან მე წავიკითხე ბორევის წიგნი ისტორია გუმანოიდных ცივილიზაციის ზემლი, რომელიც მე გადავთარგმნე და მიდენა აქ ბორევის წიგნი ქართულად
მაგრამ ცოტა რთული მოსასმენია, რადგან მე არ ვიცოდი თუ როგორ უნდა გამომიყენებინა ტელეფონი თავიდან და სადაც იყო მაგალითად გასაკეთებელი ინტერვალები, მე არ ვიცოდი თუ ჩემ ტელეფონს ჰქონდა აქ ვიდეო გადაღების დროს ღილაკი და შეგიჩერებინა ინტერვალი გაკეთებია, რომ ფირი არ დახარჯულიყო, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს მე არ ვიცოდი და გავაწვალე ჩემი მსვენელი, ხო, და ძალიან დიდ ინტერვალებს ვაკეთებდი. მაპატიეთ მე თავიდან არ ვიცოდი, მე გეუბნებით ტელეფონი რამდენი წელიან აღედი მაქვს და ფუნქციებში კიდე არ ვარ კარგად გარკვეული, ამიტომ დიდბოდის გიხდით. ცოტა რთული მოსასმენია, მაგრამ თუ რუსული ენა იცით, უფასოდ შეიძლება გადმოგაჩვოთ. История гуманоидных цивилизаций Земли, Бареев. ხო, რამიდან ხარ თქვა, რომ ატლანტები, მაგდროიდელი ატლანტები სანამ დეგრადირებდნენ, მათი ორგანიზმი ისე იყო განლაგებული, მათი სული ისე იყო ჩასული ამ ფიზიკურ სხეულში, რომ სულის თავის ნაწილი ფიზიკურ სხეულში კი არ იდვა, გარეთ იყო. ხომ გესმით ჩემი? ახლა წარმოიდგინეთ თქვენი საკუთარი თავი, ფიზიკური თავი, ხო? სიამური, ტყუპის ცალი ხომ გინახავთ დღეს ბევრი სიამური ბავშვები იბადება, ხო? წარმოიდგინეთ ორთავიანი ადამიანისა ბავშვი, მაგრამ ერთი თავი თქვენი ფიზიკური სხეული, მეორე თავი თქვენი სული. თქვენ უბრალოდ სული ფიზიკურ სხეულში და თქვენი სული სხეული კი ჩადიოდა, მაგრამ ის სული ვერ ეტეოდა სხეულში და თავი გარეთ იყო. და ამიტომ ეს იძლეოდა საშუალებას წვრილი დონეებიც დაიფიქსირებინათ და ძალიან ბევრი უნარები გააჩნდა. ბორევი როცა ყვება მაგალითად ერთ-ერთ გაკვეთილზე, სადაც მასწავლებელი ასწავლიდა ბავშვებს, როგორ უნდა ქცეულიყო ისე ადამიანს შეუძლია თურმე თავისი ორეული შექმნას, ოღონდ ის ხო დროებითი შექმნას მუდმივი, როგორც თვითონ და გამოიყენოს მაგალითად. მერე როგორ ის გაკვეთილი კიდე მოყვა, სადაც კვტარში ჩადრება მასწავლებლის სული, რომ გამოიყენოს თუ რა მიზეზი უნდა გაეცოცხლებინა მოწაფეებს კვტარი, მაგრამ ვერ ცოცხლებოდა, ამიტომ თვითონ ჩადრა ამ კვტარის სულში და იქიდან მართავდა სტუდენტებს, აბა მითხარით რა არის მიზეზი. კვტრის ხმით ლაპარაკობდა, ესე იგი გააცოცხლა ნახევრად სხეული. ეს ჩვეულებრივ ამბარი იყო მაშინ. სხეულებით გაცოცხლება და აგრეთვე ქმნიდნენ სხეულებს, მაგალითად ხომ ჩამოფრინდებოდა მაშინ კავშირი, კონტაქტი უცხოპლანეტელებთან კარგი იყო, ერთმანეთთან დადიოდნენ სტუმრად და ზოგი უცხოპლანეტელს ხო ფიზიკური სხეული არ ჰქონდათ და ხო ვერ ივლიდნენ დედამიწაზე, როგორც უნდათ ისე და ამათ ის იყო გამზადებული სპეციალური სხეულები. როდესაც ასეთი უცხოპლანეტელები ჩამოფრინდებოდნენ, მათ ათხოვებდნენ სხეულს, ფიზიკურ სხეულს და ისინი ხსარგებლობდნენ, როგორც აი ჩვენ სულები ვართ, ჩვენ ფიზიკური სხეულებით ავატარში, ისე ძრებოდნენ ავატარში, ამ ავატარში გამზადებულ სხეულებში და დასეირნობდნენ ქალაქში. ხომ გაგიგონიათ ფილმებიცაა გადაღებული, როგორ ხდება ერთი სული, უბრალოდ სხეულები როგორ ენაცვლებიან სულები სხეულებით, იცვლიან სხეულებს. ბევრი შემთხვევა ყოფილა ასეთი, მაგალითად როდესაც ადგილების შეცვალეს, სხეულების შეცვალეს სულებმა, გენეტიკოსმა ენკიმ გადაჯვარედინა ტირანები ატლანტები Homo erectusთან, ხო, მაიმუნი ადამიანები არ არსებობდნენ. Homo erectusi უბრალოდ ადამიანების მაგვარი მაიმუნები იყვნენ, მაგრამ თვითონ
ამ მაიმუნებს არ გამოუცდიათ ევოლუცია, არ განიცხადეს ევოლუცია პირიქით. უბრალოდ თურმე ენკის ატლანტების დნმ-ის შეუჯვარედებია ამ ერექტუსის დენომთან და რისგან წარმოიშვა ადამიანების შემდეგ. თორე თვით მაიმუნებისგან ევოლუცია არ მოხდარა. როგორც დარჩენ მაიმუნები მაიმუნებად, კი ადამიანს შეუძლია გაველურდეს. და ეს ენკიმ იმიტომ გააკეთა, რომ ანუნაკებმა როდესაც დედამიწაზე მოვიდნენ და შეულობდნენ ოქროს, ჭირდებოდათ მონა თავის ხალხმა ვარი თქვა მუშაობაზე და მათ უნდათ შეექმნა ადგილობრივი მონები. ამიტომ მოხდა ამ ჰომო ერექტუსების გადაჯვარედინება ატლანტების ისინი ეს ანუნაკების იგივე ატლანტების შთამომავლებები არიან და ბორეისში ცოტა სხვანაირად წერია. და ამ გზით გაჩნდა ჰომო საპიენსი. ჩვენ მოგვატყუა ზახარია სიჩინმა, ჩვენ მოგვატყუა ძველმა შუმერულმა ტაბულებმა ჰომო ილუმინანტები, ისინი არიან არცებები, რომლებიც ცხოვრობენ ჰარმონიაში, სიყვარულის სიხშირესთან, ერთიანობის და კოსმოსურ გონებასთან ჰარმონიაში. ისინი არ ეყრდნობიან მხოლოდ ფიზიკური ხუთ გზნობის ორგანოს, არამედ მოქმედებენ გაფართოებული ცნობიერებით, ინტუიციით, ტელეპათიით, მრავალგანზომიერებიანი მეხსიერებით და უნარით ტრანსფორმირება გაუკეთოს რეალობას, მისგან ესე იგი целенаправленное намерение, მისგან ისრაფული намерение. აი დამაგზეს სიტყვა. მისგან ისრაფული намерение, რა. და ჩემ კურსზე მე ვახდენ სტუდენტებთან, მე ვასწავლი სტუდენტებს თუ როგორ უნდა გახდნენ ჰომო ილუმინანტები. მეცნიერებამ აღიარა, რომ ადამიანების 90% ფუნქცია დნმ-ის არის უმოქმედო და ფიქრობდა, რომ ეს 90% ამ დნმ-ის ფუნქციონირების რაც აჩადებული, ეს არის ტყუილად ჩადებული და მხოლოდ სიცარილის წარმოადგენს. მაგრამ ძველმა მეცნიერებამ აჩვენებს, რომ ხო ეს ძინარე დნკ არის ხო დნმ თუ გაქვს წარმოდგენილი, იქ არის სპირალები, ხო? ჯაჭვის მოლეკულები, რომლისგანაც იქნება მე დნკ, რნკ, ხო? და ზოგი ძინარეა, 90% დნმ-ისა ძინავს ადამიანის დნმ-ს. მაგრამ სინამდვილეში ამ ძინარე დნმ-ის ნაწილში არის შენახული ბევრი ინფორმაცია და ის ღვთაებრივია. ჩვენ ახლა ვიყენებთ მხოლოდ 60%-ს დნმ-ის შესაძლებლობისა, რადგან ის 91% ჩვენი გენეტიკური მასალისგან, რომელიც არის ჯერ გამოუყენებელი, არის ღვთაებრივი. ჩვენ ადამიანები ვართ მოსიარულე სულიერი გიგანტები. დნმ შეიცავს კოდს ჩვენი მაღალი ევოლუციისთვის, ჩვენი ფარული უნარებისთვის და ჩვენი კოსმოსური მემკვიდრეობისთვის. ხო, და როდესაც მოხდება ამ ძინარე დნმ-ის აქტივაცია, მაშინ მოხდება ჰომო ილუმინატური მდგომარეობაში გადასვლა. და ეს აქტივაცია მოხდება მზის აქტიურობასთან დაკავშირებით. მზის აქტიურობასთან უпростоრად მზის აქტიურობის პროცესებთან დაკავშირებით. ხო, და არის კიდევ რაღაც პრაქტიკები, რომელიც აღვიძებს ამ ძინარე დნმ-ს. ეს არის შიმშილობა, სასუნთქი ვარჯიშები, რაღაც მედიტაციები და კიდევ ჩამოთვალა. ისმაილ პრესი ამბობს, რომ მე მითხრესო, რომ ჩვენ გვაქვსო 100 შეგრძნება, 100 გრძნობა. წამოიდგინეთ,
და როგორც კი ჩვენ დავიწყებთ იმ 96% მდინარე დნმ-ის გამოყენებას, ჩვენ შევძლებთ გზნობების ოპერირებას, რომლებიც გვაქვს 10-დან 100-მდე. ეს იმასია დამოკიდებული თუ რამდენ პოტენციალს ჩვენ ვიყენებთ. და ეს გადასვლა ჩვეულებრივ ადამიანისგან, Homo sapiens-დან Homo evolutionis-სკენ ხდება მზის აქტივობასთან ერთად. მზე არის კოსმოსური აცება. მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ ახლა მზე თამაშობს ძალიან მთავარ როლს და ის თანამშრომლობს კოსმოსურ ენერგიებთან. ამას მოყავს ტრანსფორმაციისკენ. ჩვენ მზის სისტემაში არის რაღაც განსაკუთრებული და ეს დაკავშირებულია დედამიწასთან. ახლა ჩვენი მზის სისტემა სწორდება ფოტონურ სარტყელში და შედის იმ galaktikis რაიონში, რომელიც არის დამუხტული მაღალი ნაწილაკებით. ეს ციკლი იწინასწარმეტყველეს ძველმა მაიას ცივილიზაციამ. ხომ გაგიგონიათ? დღეს ყველასთვისაც ცნობილი, რომ ადრე არსებობდა მაიას ცივილიზაცია. არა, მე არ გულისხმობ მაია ილუზიას, არა. მაიას ცივილიზაცია და მაგათმა იწინასწარმეტყველეს ეს ციკლი. როდესაც დედამიწა ღებულობს ამ სინათლის მზის ენერგიის დიდ გამოსხივებას, ეს ყველაფერი სავსეა ფოტონური ენერგიით. ისმაილი პერეზი ამბობს, რომ თქვენი უჯრედებიც კი გაჯერებულია ამ ფოტონური ენერგიით. ჩვენი უჯრედები კი გამოიმუშავებენ ენერგიას ბიოფოტონებს. როდესაც პლანეტის ვიბრაცია იზრდება, მოლეკულარული სტრუქტურა თქვენი ორგანოებისა შეიძლება ითქვას, რომ ივსება ფოტონური სინათლით. ფოტონის სარტყლის გამო, რომელშიც შედის მზის სისტემა, ჩვენი მზის სისტემა. ეს აიძულებს ორგანიზმს ან იბრძოლოს, ან მოგდეს. გაუკეთოს თავის თავს ადაპტაცია პირობების მიმართ. ისინი ვინც აღმავლობას ვერ გავლიან, ვერ მოხდებიან პოზიტიურ დროის ხარჯზე. აღმავლობა იწვევს განწმენდას ყველა დონეზე, არა მხოლოდ ფიზიკურზე, არამედ მენტალურზე, ემოციონალურზე, აგრეთვე სულიერზე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ტრავმები და პატერნები იქნება განკურნებული ამ პერიოდის განმავლობაში. სინათლის კოკონი, ანუ მერკაბა, ეს არის ენერგეტიკული ტრანსპორტული საშუალება ადამიანისთვის, სინათლის სხივისთვის. ეს არის ცნობიერების კრისტალური მატრიცა, რომელიც აძლევს საშუალებას ადამიანებს იმოქმედონ რამდენიმე გაზომილებაში ერთდროულად და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ყველგან ერთდროულად. ტექნოლოგიურად მასაც არის